საქართველოს ქვეყანა კონსტიტუციამდე გამოხატებდეს საკველი ერსიტეტი. ამავე დროს ყველა პიროვნების ინტერესებს რაეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. Проект Конституции Грузии, который во многих пунктах ущемил права автономии, тоже является одним из принципиальных вопросов, по которым мы стали в оппозиции. საქართველოს ტერიტორიის მიმართ, ქართული ტერიტორიის მიმართ არავითარი უფლება არავის არ აქვს გადაკეთებისა. აქ მიმდინარეობს ისევ და ისევ კრემლისეული პოლიტიკა ოსებისა და აფხაზების პრივილეგიებისა საქართველოში. ძალიან კარგი დამცველი ხალხს აფხაზეთის და ოსების ინტერესებს კრემლის სახით. ჩვენს მიწაზე მცხოვრებ არც ერთ კულტურული ავტონომია მე მგონი არ აქვია. ჩვენ თეატრზე დიდი თეატრია. გაზეთი აქვს, სკოლები აქვს. ასევე აზერბაიჯანელებს, ასევე ქურთებს საქართველოს რადიოში მათ აქვს გადაცემები. საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკაში მეგობრებო არც ერთ არ აქვს ეროვნული თეატრი, არ აქვს თავისი ეროვნული გაზეთი. არ არის საქართველოში ასე. რომელიც აკეთებს კანონები ეკუთვნოს იგი პოლიტიკური ზეულის იყო. ვინ ხარდა იყო? რომ მას უწევს ქართული ენა არ იყოს სახელმწიფო ენა, მას უწევს რომ საქართველოს განხორციელების გამოყოფის უფლება, ამას უწევს რომ რომელიმე კუთხე საქართველოში კიდევ დავიდეს საქართველოსგან. ვერ დავატონო, ჩვენ ვერ ვაქნევინებთ ჩვენ სინატრებს, რომ მიწას, რომელიც ჩვენია, ჩვენ ვაკუთვნით, ვერ ვუპატრონებთ. იქნა მეტად მძიმე მდგომარეობა. სამართლებრივში ქართულ მიწაზე არ ეწევენ ქართველებს. უქართველი ერი თავის მიწას არ დაიცავს დღეს საუკუნის ბოლოს მისი არსებობის საკითხი დადგება. ამბობები გასწავლია სკოლებში, ინსტიტუტში და ქართველები გამოხსავთ ოსური მიწების მიტაცებთან დაბრუნებულად. ეს არის ეგრეთ წოდებული ოზირი მოსკოვის ხელში, კრემლის ხელში, რომელიც სულ გაითამაშონ ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ მათ ახსოვდეთ, რომ ეს კოზილი ვერ გაჭრის. ვინაიდან ამას დაუპირისპირდება ქართველი ხალხის ერთიანი ძალა. სეპარატიზმი როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკური მოვლენა საუკუნეებს ითვლის და განცალკევებას ნიშნავს. საბჭოური ისტორიოგრაფია ამტკიცებს, რომ ის ბურჟუაზიული ეპოქისათვის არის დამახასიათებელი. რეალობა კი ცხადყოფს, რომ სეპარატიზმი ყველა დროისა და წყობილების სენია, განსაკუთრებით კი ფარულის სახით, რაც ზუსტადაც რომ საბჭოთა ეპოქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და მისი დასასრულის შემდეგაც საშინელ მემკვიდრეობას ტოვებს. Организует სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ მოერკს. გასაბჭოების შემდეგ 10 წლეულების მანძილზე ცხინვალსა და ჯავაში მზარდ სეპარატისტულ მოძრაობას რუსეთთან დამაკავშირებელი პირდაპირი გზა არ ჰქონია. თუმცა 50-60-იან წლებშიც კი ერთი შეხედვით ქართველთა და ოსთა შორის ყველაზე კეთილმოზებლური და ჰარმონიული თანაცხოვრების ხანაში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოს მისამართით მორიგ საჩივრის წერილებს მაინც იღებდა, სადაც მთავარი თემა და მოთხოვნა კვლავ კავკასიონის ქედის საპირისპირო მხარეს მდებარე ოსების კუთვნილი სამშობლოს ალანინისა და ისტორიულ სამაჩაბლოში ხელოვნურად შექმნილი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი როკის გვირაბის გაჭრა და მათი ერთ ავტონომიად გაერთიანება იყო, ამჯერად კი რუსეთის შემადგენლობაში. ოსების სანუკვარი ოცნების ასახდენად პროექტების შექმნას კრემლში მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შეუდგნენ. რუსეთის კომუნისტური ხელისუფლება სინამდვილეში სამხედრო დანიშნულების შავ ხვრელს, იგივე როკის გვირაბს ოფიციალურ დოკუმენტებში საქონლის გადასარეკად გამიზნულ საშუალებას უწოდებდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კარგად მოგეხსენებათ, რომ მიდიოდა მიგრაცია საქართველოდან აქ უამრავი სავარგულები გვექდა, დაუმუშავებელი მიწები და საძოვრები, არადა მიყავდათ ყიზლარში უნდა ეძებებოდნენ საქართველოსთან, კახეთიდან ან საქართველოს სხვა რეგიონებიდან ცხვარი.
ძირითადად ამ მიგრაცია, ამ საქონლისა გადაყვანა ხდებოდა ჯვრის უღელტეხილით. გზაზე ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ და გადაწყვიტეს რომ გაეკეთებინათ ცხინვალის გავლით გზა დაარქვეს დოკუმენტებით, საბუთებით როკის გვირაბს ამ გზას ცხინვალი ვლადიკავკაზის გზას ქვია სკატაპირიგონნაე და როგა მაგრამ პრაქტიკულად არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა. დაახლოებით 1978 წელს როკის გვირაბის საამშენებლო სამუშაოები კრემლის ბრძანებით ისევ და ისევ ქართველების ხელით დაიწყო. თუმცა საქართველოს მხრიდან სამხრეთ პორტალის მშენებლობისათვის მზადება ჯერ კიდევ ლენინის პერიოდში 1930-იან წლებში განუზრახავთ. ოსი ეროვნების ინჟინრის რუტენ გაგლოევის პროექტის მიხედვით. Martles! Asha! Ideba! Sobliur! ეს ის დრო იყო, როდესაც ყველანაირი შორს გამიზნული სეპარატისტული ქმედება ინტერნაციონალიზმისა და კეთილმეზობლობის იდეით იყო შენიღბლული. ეს დეკადები ლენინური ეროვნული პოლიტიკის წყალმყოფელობის, ეროვნული კულტურის აღორძინების კიდევ ერთი დასტურია. კეთილმეზობლური ურთიერთობა იყო იმიტომ, რომ მაშინ პოლიტიკური რეჟიმი იყო ისეთი, ხოცვა შლეტა ვერ დაიწყებოდა. ოსი ქართველს ვერ ცემდა და მithumetes ვერ მოკლავდა და ქართველი პირიქით ამას პოლიტიკური რეჟიმი იცავდა. ამხელა მილიცია, ამხელა ჯარი, აბა რისთვის იყო? რადენის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ვიყავით, ჩვენ ეს გამოვლინდა 80-იან წლების მეორე ნახევარში და 90-იან წლების დამდეგს. თურმე ინტერესთა დიდი კონფლიქტი იყო. ოსები და ქართველები შერიგებულები კი არ იყვნენ. სეპარატისტებმა ამაზე ააგეს მთელი ის, რომ ის მოთხოვნები, რაც იყო თუნდაც 10 და 20-30 წლის წინ ისევ ძალაში იყო. ისევ ძალაში იყო სეპარატისტებს, ისევ სურდათ საქართველოსთან გამოყოფა და ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება, ანუ რუსეთის ფედერაციაში გადასვლა. კეთილმეზობლური ურთიერთობა რო ყოფილიყო 70 წლის მანძილზე, მაშინ ეს პროცესები არ დაიწყებოდა. მაგრამ ეს ხო ხელოვნურად შექმნილი იყო ყველაფერი და როდესაც მოსკოვი ამას ქმნიდა, ეს ხო ყველაფერი აი ზუსტად 80-იან წლების და 90-იან წლებისათვის იყო გათვლილი. მაშინ, როდესაც ოსი სეპარატისტები რუსეთის სპეცსამსახურებთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ქართული ძირძველი მიწის საქართველოსათვის მოწყვეტას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდნენ, ქართული მხარე მათი ენის, თვითმყოფადობისა და კულტურის დაცვა განვითარებით იყო დაკავებული. შემდეგ თბილისის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ოლქის თვალნათელი წარმატებების სამსახურის საიუბილეო გამოფენაზე დაესწრებოდა კომენტატორი კომპოზიტორ ფელიქს ალბოროვის. პატრიციული ფელიქს, როგორ ხვდება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-60 წლის თავს სამხრეთ ოსეთის შემოქმედებითი ინტელიგენცია? ისევე როგორც ჩვენი რესპუბლიკის სხვა მუშაკები, სამხრეთ ოსეთის კულტურის მუშაკებიც დიდი ოქტომბრის სახელოვანი იუბილეს ხდებიან თავიანთი მიღწევებით. კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ორივე დასი, სიმღერისა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სიმგი, ბონვარენი და დანარჩენი მხატვრული ტიპური კოლექტივებით. ამ დღეებში მოწყობილია სწორედ ამ გამოფენას მიეძღვნა სამხრეთ ოსეთის მხატვრების გამოფენა, რომელიც გაიხსნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში. აფხაზეთის, აჭარის, სამხრეთ ოსეთის დღეები თბილისში მეგობრობის ნამდვილზე ინადიქცა, რომელიც შემდეგ ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში გაგრძელდა. Свидан званде
მოსკოვმა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური ოსური დამწერლობისა და ანბანის შექმნაზე ზრუნვა ჯერ კიდევ მეფე ერეკლეს დროს ქართველ მღვდელმთავარს გაიოს რექტორს დაუწყია. ასევე გაიოს რექტორს უკავშირდება ქართული ანბანის საფუძველზე ოსურის შექმნა. ის ერთ პერიოდში რუსეთს ჭირდებოდა ოსეთში დამკვიდრება და ოსური კომისია შექმნა რამდენჯერმე ქართველების მონაწილეობით, ქართველი მღვდელმთავრები მონაწილეობდნენ, იგივე გაიოს რექტორი, ეგრეთ წოდებული თელავის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, მაგრამ მე მიუწყებას მიეცა. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთმა ოსერში ქრისტიანობის გავრცელების მიზნით ოსეთის სასულიერო კომისია შექმნა, რომელმაც აქტიური მუშაობა უკვე 1815 წლიდან განაახლა და საკმაოდ შორსმჭრეტელური ზრახვებიც გამოავლინა. ეს მხოლოდ ქრისტიანობას არ ემსახურებოდა, ეს დიდი ხანია ცნობილი არის ქრისტიანობასთან ერთად და დამწერლობასთან ერთად რუსული საწყისები უნდა შეეტანათ ხალხში, ხშირად სულიერ გაუნათლებელ ხალხში და აი ამას ახორციელებდნენ ქართველების და განათლებული ოსების საშუალებით, რომლებიც საქართველოში იღებდნენ განათლებასაც და კულტურასაც ეზიარებოდნენ. ამავე პერიოდში ქართულ საწყისზე ოსური ანბანის შექმნის პროცესში ქართული წიაღიდან გამოსული ოსი ეროვნების იოსებ გაბარაევი, იგივე იოანე იალღუზისძე ჩაერთო, რომელიც ლიახვის ხეობაში იყო დაბადებული და ოსური ფოლკლორული გმირის იალღუზიანის სახელით იცნობდნენ. თავის დროზე თურმე მეფე ერეკლეს იოსებ იალღუზიანი დაუწინაურებია კიდევაც და ფილოსოფიური განათლების მისაღებად დავითგარეჯში გაუგზავნია. უკვე განსწავლულ იოსებ გაბარაევს, იგივე გაბარაც, როგორც მის გვარს მოიხსენიებდნენ, პედაგოგიური მუშაობის დროს ასეთი აღმოჩენა გაუკეთებია. ეს ამბობს, რომ ქართული სწავლება რომ დავიწყო ოსებისთვის, მაშინ მივხვდი, რომ ხალხი, რომელსაც არ აქვს წიგნები, ანუ დამწერლობა, ვერაფერს სერიოზულს ვერ გააკეთებს. აი ამის შემდეგ გადაწყვიტა მან ქართული ანბანის საფუძველზე შეექმნა ოსური ანბანი. ოსიერის სულიერების ამაღლებას არ მხოლოდ დამწერლობის არარსებობა, არამედ საკმაოდ განუვითარებელი სალიტერატურო ენაც აფერხებდა. ამდენად 1815 წლიდან იოსებ გაბარათმა ქართულ საწყისზე ოსური დამწერლობა შექმნა და ოსურ ენაზე ბიბლიის თარგმნაც დაიწყო, რასაც გარკვეული სირთულეებიც მოყვა, განსაკუთრებით კი შიდა ქართლის მთიელი მოსახლეობისათვის. იმდენად რთული იყო მაშინ ამ ანბანის, არა მარტო ამ ანბანის, საერთოდ ქრისტიანობის ქადაგება მთიანეთში, ასე ვთქვათ, მაღალ მთიანეთში და იმდენად ადვილად ვერ ითვისებდა მოსახლეობა ამ თუნდაც იმ თარგმანებს. ძალიან რთული იყო ოსური მოსახლეობისთვის, რომ თარგმანები მან დაიწყო ამავე დროს არა მარტო ქართული ანბანი შექმნა, არამედ თარგმანი დაიწყო, ესე იგი ვთქვათ, სახარების. მთლიანად თარგმნა ოსურ ენაზე და ამაზე არსებობს სხვადასხვა გადმოცემები, მათ შორის რუსი ავტორებიც ამბობენ, რომ ძალიან მახინჯდებოდა ოსური ენა, იმიტომ რომ არავითარი ლიტერატურული ტრადიცია არ ჰქონდა და ამიტომ ძალიან ძნელად შედიოდა მოსახლეობაში. ხშირად ისეთი დარღვევები იყო ამ თარგმანის დროს, რომ ეს იწვევდა უკუ რეაქციას. ამ პროცესს გარკვეული წყვეტილობაც ახლდა. თუმცა იოანე იალღუზისძის ანბანი თვით ბოლშევიკების დროსაც ოსური დამწერლობის საფუძველს წარმოადგენდა. ამ ანბანის საშუალებით იქმნებოდა ასევე ოსური სასკოლო სახელმძღვანელოებიც. თუმცა 1952 წლიდან არა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, არამედ აფხაზეთშიც ქართულ საწყისზე შექმნილი ანბანის წიგნების გამოცემა ოფიციალურად აიკრძალა. მე ნამდვილად იმას არ გულისხმობ, რომ სტალინი მფარველობდა ქართველებს. ეს არის სრულიად არასერიოზული, მაგრამ მაინც ერიდებოდნენ ესეთ მკვეთრ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ეს არაფერს არ უშავებდა საერთოდ რუსეთის იმპერიას, რომ ქართულად ყოფილიყო ამ დიდ იმპერიაში ანბანი, მაგრამ როგორც კი ის გარდაიცვალა, სხვა პოლიტიკურ ვექტორებთან ერთად ესეთ შეიცვალა მიმართულება, რომ ქართული ყოველნაირად განდევნილი ყოფილიყო ოსთა ცხოვრებიდან, თუნდაც მოხაზულობა ქართული ასოების. და მაშინ უკვე იძულებითი წესით რუსული ანბანის საფუძველზე შეიქმნა ახალი დამწერლობა, რომელიც ძალიან ხელოვნური იყო, რა თქმა უნდა, დღესაც ეს დამწერლობა აქვს, რომელიც რამდენიმე 4-5 ასოა, რომელსაც აი რაც კუდები აქვს მიბმული და ძალიან ხელოვნური ასოებია იმისთვის, რომ გადმოსცეს სპეციფიკური კავკასიური ჟღერადობის
ასოები. ზუსტად ეს იყო მიზანი, რომ აი ის ბევრად უფრო ახლოს ოსურ ენასთან და საერთოდ კავკასიურ ენებთან ქართული ფონეტიკაც და ქართული ანბანიც რაც იყო, აი ეს იყო ხიდი, ესე იგი ის ლამაზი ქართული ანბანი, რომელიც არსებობდა, იმიტომ რომ ქართული ანბანი თავისთავად ძალიან ლამაზია ეს ასოები. აი ესეც რომ არასოდეს აღარ ყოფილიყო ოსეთის კულტურულ ცხოვრებაში, ესეც აი ეს ხიდით ჩაამტრიას. მაშინ აი ერთ-ერთი გამოვლინება ანტიქართული ქმედებების იყო აი ამ ანბანის აკრძალვა. Великий поэт и революционный демократ Костафий Кагуров ярко выразил вековое стремление родного народа к свободе, ибо мало у кого из народов такое тяжелое прошлое, как у осетин. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილ ავტონომიურ რესპუბლიკებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების გარუსების პოლიტიკა გრძელვადია, თუმცა საკმაოდ საიმედო შედეგზე იყო გათვლილი. Славится на Кавказе осетинский сыр и хачапури. Трудно представить осетинскую трапезу без крестьянского пива. От предков перешла к осетинам и любовь к народным играм и спортивным состязаниям. Каждое воскресенье и почти в каждом селе устраивается чидаоба – соревнование по борьбе. Мужчины меряются силой, а будущие палаваны проходят школу мужества. Проводятся джигитовки. Джигиты есть. მანამდე კი რუსეთის იმპერიული და ცინიკური განწყობა მცირე ერთა ენების მიმართ სახელმწიფო მოხელეთა საიდუმლო დოკუმენტებმა შემოინახა. რუსი მოხელეები თავიანთ პირად მიმოწერაში ასარქივო მონაცემებში მინახავს, როგორ აგდებულად მოიხსენიებენ აფხაზურ ენას და ამბობენ, რომ არა თუ ქართული ანბანი, საერთოდ ამბობენ, რომ ეს არის ლაძენჩისკი ეზიკ, ანუ განუვითარებელი ძალიან ისეთი ენა, რომ მას არ შეიძლება არაფერი სერიოზულის გადმოცემა. ასე რომ ეს მითი, რომ თითქოს ისინი ყოველთვის ფარველობენ მცირე ერებს და მაშინვე ზრუნავდნენ აფხაზების და ოსების განვითარებაზე და ქართველებისაგან მათ ესე ვთქვათ დაცვაზე, ძალიან აშკარა არის, აი თუნდაც იმ საარქივო მონაცემებში, როდესაც დიდი ჩინოსნები ვთქვათ მეფის რუსეთის მოხელეები ერთმანეთის მიმოწერაში იგივე ანბანთან, იგივე ენაზე, იგივე აფხაზურ ენაზე, ბიბლიის თარგმნაზე ამბობენ, რომ შეუძლებელია, მაგრამ ოფიციალურად ამბობენ, რომ ქართული იქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც ლიტურგია, არც ანბანი. მოყვანილი ყავს ერთ რუს ენათმეცნიერს ასეთი მაგალითი, ოსურად რო თარგმნეს მაგალითად ქრისტე განკაცებული, ვერაფრით ვერ თარგმნეს. ტერმინოლოგია არ არსებობდა ამისი და ესეთი ენათმეცნიერი ძალიან ცნობილი ქართული ეკლესიის დამცველი, თვითონ მართალია დიდი არისტოკრატი რუსი და ისეთი მონარქისტი, მაგრამ ცნობილი პიროვნება ნიკოლოზ დურნოვო. 1907 წელს წერდა ეს ქართული ეკლესიის ბედი რუსულ ენაზე დაწერა. იმ დონეზე მიიყვანეს ქართველების საწინააღმდეგო ოსების დაპირისპირება, რომ აი ბიბლია წმინდა წიგნიც კი შეიბილწა, იმიტომ რომ თარგმანში ვთქვათ აი ქრისტეს განკაცება ვერაფრით ვერ გადმოიცა ოსურად და გადმოსცეს ასე ხორციანი ნამცხვარი და ესე იგი იყო ნამდვილი პრეხელობა. ეს ერჩივნა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიის იდეოლოგებს, ვიდრე ქართულად გავრცელებულიყო იქ სახარება მოხდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ამ ხალხის ხაფანგში გამომწყვდება, მაშინაც და ეხლაც. ისინი მოატყუეს, მათ იმის ილუზია შეუქმნეს, რომ აი სწორედ იმიტომ ითარგმნებოდა მათ ენებზე, რომ ილუზია შეუქმნეს, რომ აი მათ სეზრუნავენ, მათ ენის განვითარებაზე. და სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ სატყუ არა, რომელიც ძალიან ცუდად მუშაობდა და საბოლოოდ კიდევაც ეს დამთავრდა ეს ყოველგვარი ასეთი დღეს გამოჩნდა სწორედ იმ მეფის რუსეთის, საბჭოთა რუსეთის ქმედებების შედეგები. სადაც მეგობრობის დღესასწაულია, იქ შრომა დღესასწაულია. განსაზღვრულ 74 წელს ხალხთა მეგობრობის ორდენი გადაეცა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ოსეთის ავტონომიურ ოლქს. На сцене хореографический коллектив медработников Юго-Осетии. ეგრეთ წოდებულ უძრაობის ხანაში ხაფანგში მომწყვდეული ხალხის ნაციონალურ ღირებულებებზე, კულტურასა და ენაზე ზრუნვა საკუთარ თავზე მთლიანად საბჭოთა საქართველოსმა იყო. ოსეთის დიდი მგოსრი ოსტა ხეთაგუროვის დაბადების 80 წლის თავი თელმა საბჭოთა კავშირის საზოგადოებრიობამ დიდი ზეიმით აღნიშნა. საზეიმო სხდომა გაიხსნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცენტრში სტალინირში, ხეთაგუროვის სახელობის თეატრის შენობაში. საიუბილეო გამოფენის მასალები, ავტოგრაფები, ხატრული ნაწარმოებები, პუბლიცისტური წერილები ასახავენ პოეტ რევოლუციონერის ოსტა ხეთაგუროვის შესანიშნავ ცხოვრებას. ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში აშენდა მრავალი ოსური სკოლა, თეატრი, პედაგოგიური ინსტიტუტის ფილიალი, დაფუძნდა გაზეთი, ეწყობოდა ოსური კულტურის დღეები. ერთი შეხედვით ცხოვრება დუღდა. ერთ დღესასწაულს მეორე მოხდა. ძმურად გულითა და დუმასპინძლა მზიურმა აჭარამ სამხრეთ ოსეთის დღეების მონაწილეები. ზეიმს ამშვენებდა ძმობა მეგობრობის საგალობელი, ორ ენაზე აჟღერებული ლექსები და სიმღერები. გარკვეული დროის განმავლობაში ბოლო წლებში აღარ ყოფილა უკვე ქართულ ოსურად ხდებოდა ეს სწავლა, მაგრამ მაინც საერთოდ ოსური ენის ენა ოსებს ლიტერატურული ენა შემონახა სამხრეთ ოსებმა მეთოდით, ამიტომ იქ იყო უზარმაზარი სამეცნიერო სასწავლო ჯგუფი ამ ადამიანების ბოლოს ყველაზე ცნობილი ეს გენათმეცნიერი და ოსური ენის ამაგდარი ნაფიჯუსოვიტი, რომელიც დღემდე ცოცხალია, ცხინვალში ცხოვრობდა. ხო და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი გაკეთდა ცხინვალში ოსური ენის შესანარჩუნებლად და მისი ესე ვთქვათ მისი დასაწმენდა და გასალიტერატურებლად ასე ვთქვათ. პირობები ძალიან კარგი ჰქონდათ, იმიტომ რომ ოსური კულტურის რუსიფიკაცია, ენის რუსიფიკაცია განათლებისა ჩრდილოეთ ოსეთში მიდიოდა ძალიან სწრაფი ტემპით. და საქართველოში ესეთი რამ არ ყოფილა. სამხრეთ ოსეთში კი არა, თბილისშიც რომ იყო ოსური სკოლა, ხომ ყველას კარგად მოეხსენება. ოსებს ეს პრობლემები არ შექმნიათ, მაგრამ სეპარატისტებმა სხვა რამეზე ააგეს ახლა, როდესაც თავის სამოქმედო გეგმა. საერთოდ მოსახლეობაში ეს მისწრაფება რომ აუცილებლად უნდა გამოსულიყო, თქვათ, გლეხობაში, მუშებში, არ ყოფილა. ამას სეპარატისტები ნერგავდნენ. სეპარატისტები ნერგავდნენ სხვადასხვა საშუალებებით, რომ საქართველოში თქვენი გადაშენება უნდათ, რომ მოსპობენ საბოლოოდ ოსურ ენას და ასე შემდეგ. თუმცა ამის მაგალითები მათ არ ჰქონდათ. გაბწინებული მზით და ოცნებით იშვით ბალავას ეხტნობა სინდის, ფეხის წვერებზე დგება ოსეთი და მოიღწევა რიტმებით სინდის. მხარეულ მზიანო ოდითგან თფარავს ძმათა ფიცვერცხლი გაუგზარავი, გვედგას ამ ცისქვეშ მარად და მარად სიყვარულის და ძმობის კარავი.
საბოლოო ჯამში, ესე იგი პრინციპში ეს სამხრეთ ოსები ძალიან ისე აქტიურად ეკიდებოდნენ ამ ენის შესწავლას, თავის ენის შესწავლას, მაგრამ ეს იყო ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ჯგუფი. სოფლის მოსახლეობა ბუნებრივია სულად ლაპარაკობდა სახში, მაგრამ ახალგაზრდობა და ქალაქის ასე ვთქვათ ჭყალებში წარჩინებული მოსახლეობა სულად ლაპარაკობდა რასაკვირველია, ერთმანეთში არ აყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსული ენა უფრო კომფორტაბელური იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ თელმა ცხენულმა გადასარევად იცოდა ქართული. ეს ჯავის მოსახლეობა იყო, რომელმაც ცუდად იცოდა ქართული და უფრო რუსულს ეტანებოდა, იმიტომ რომ მეტი კონტაქტი ჰქონდათ მაშინდელ ორჯონიკიძესთან. საქართველოში მცხოვრებ ოსებს ჰქონდათ ყველაფერი. და რაც მთავარია ამ ყველაფრის დაცვის მისწრაფება. ეს იყო ერთადერთი თვისება, რაც მათ ჩრდილოელ მოძმეთაგან განასხვავებდა. ჩრდილოეთ ოსეთში რუსიფიკაციის პროცესი გაცილებით სწრაფი ტემპით მიდიოდა. უფრო მეტიც, იქაურები თვლიდნენ, რომ ეროვნული ღირებულებები მათ თვით დამკვიდრებას დიდ პოლიტიკაში ხელსაც კი უშლიდა. 1989 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „პრავდაში“ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ახსარბეკ გალაზოვი წერდა: ყოველთვის გულწრფელად მეწოდებიან ჩემი ეროვნების ახალგაზრდები. როდესაც უცხო ენებისა და მსოფლიო ცივილიზაციის გავლენის მიუხედავად თავს უხერხულად გრძნობენ შინ ოსური კულტურის ელემენტარული საფუძვლების უწოდინდრობის გამო. ახალგაზრდობას წაართვეს მშობლიური ენა. შარშანტლამდე ჩრდილოეთ ოსეთში არ ყოფილა არც ერთი ოსური სკოლა. ოსური ენის გაკვეთილები მხოლოდ ფაკულტატურად იყო შეტანილი ცხრილში. ამ საკითხის დაყენებას კი ცალკეული მოღვაწეები საბჭოთა სახელმწიფოს ინტერნაციონალურ საფუძველზე თავდასხმად მიიჩნევდნენ. ასეთი ტონით საყვედურობდა ახსარბეკ გალაზოვი ჩრდილოეთ ოსეთის გარუსების პოლიტიკას. ოსიერის კულტურა და ცნობიერება თვითმყოფადი და ნატურალური სახით მხოლოდ საქართველოში არსებული სასადგურე პირობების გამო აქ მცხოვრებმა ოსებმა შემოინახეს. ოსეთო შენთვის იცირა მინდა. რასაც სინატრებ შვიდი გულები. ხედავდნენ ზეში როგორ გაფრთხილდა მთის მწვერვალები გაუქმებული. ოსეთო შენთვის აი რა მინდა. ოსეთო შენთვის იცირა მინდა. მზე გადგეს მუდამ დაუძველები. გამომჭვირვალი თოვლიან მზიდან გიცილცინებდნენ თვალსენ ძელები. ოსეთო შენთვის აი რა მინდა. ოსეთო შენთვის იცირა მინდა. რასაც მსოფლისთვის შვილი იწამებს. რომ გახსენებდნენ ყოველთვის წმინდად შვეშიც და სრულად დედამიწაზე. ოსეთო შენთვის აი რა მინდა. ოსო შენ ვოლგის ზვირთი დაგიყებს. აფხაზთან ერთად ანდერც აგიგებს. ჩემი ლიახვი შენ არას გაკლებს. დიდი მდინარე ოსო წაგიღებს. ერთხელაც ვეტყვი ადამონ მიხას რომ დაღუპვისკენ თვისტომი მიხავს და შევახსენებ ყრილობას ლიხნის ჩვენს კანონს ურყევს სისხლის წილ სისხლის. უკვე 60-70-იან წლებში სეპარატიზმს უბრალო ადამიანურმა ურთიერთობებმა სძლია. თუმცა ქართულ-ოსური შერეული ოჯახების მაღალი პროცენტული მაჩვენებლისა და შვიდი თანაცხოვრების მიუხედავად სეპარატისტულად განწყობილი ოსების სახელით საქართველოს წინააღმდეგ ეპისტოლარული ბრძოლა მაინც არ წყდებოდა. მაგრამ აფხაზური წერილობისაგან განსხვავებით ოსი ინტელიგენციის სახელით შეთხზულ საჩივრებს ათასობით ოსი ეროვნების მოსახლის ხელმოწერა არ ახლდა. აღარ ფიგურირებდა არც დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ბატონო იყო ცელი ორგანიზაციები, მაგრამ ასეთი ორგანიზებული ხასიათი საქართველოს წინამდე გამოსვლებს არ ქონდა. შეედი ავტონომიური ოლქი იყო, ეს რესპუბლიკაც აღარ იყო. და ისინი არც ამ პერიოდში მაინც და მაინც არც ფიქრობდნენ დამოუკიდებლობაზე. ეს უნდა თქვა ჩვენ ავიაროთ, რომ ისინი ფიქრობდნენ მეტი უფლებების მოპოვებაზე. აქ ეს საკითხი დგას. მეტი უფლებების მოპოვებაზე ფიქრობენ ისინი და აი აქ საინტერესო გახლავთ ის მომენტი, რომ უამრავი წერილი იგზავნება კრამში. ცალკეული წერილები, მასწავლებლების წერილები, მეცნიერების
წერილი, კენელების წერილი, სამხედროები ბევრი ყავდა, ყველა შორის ოსებს. საქართველოს ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებში ექსცესის დეფიციტის გამო კრემლში საქართველოს წინააღმდეგ ნაციონალური ხასიათის საეჭვო წერილები ასევე აფხაზეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები რუსებისაგანაც ხვდებოდა. ასეთი წერილები არსაიდან არ იგზავნებოდა, მოსკოვშივე იწერებოდა. ერთ-ერთი წერილის ანალიზი ჩაატარეს. ეს აფხაზეთიდან არის გაგზავნილი. ისეთი ბრწყინვალე რუსულით არის დაწერილი, რომ იმას აფხაზეთში ვერავინ ვერ დაწერდა. და თავისთავად ცხადია, ის იწერებოდა ისევ იმ საბჭოთა სპეცსამსახურებში, ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ამიტომ არ აწერდნენ ხელს. მაგალითად, ასეთი წერილი შევიდა ერთ-ერთ ცოტა ადრეულ პერიოდში მოსკოვში, რომ ქართველები გვახჩობენ რუსებს და სხვა არა ქართული ეროვნების წარმომადგენლებს. მაგრამ ასეთ წერილს სინამდვილეში საქართველოსთან არ წასულა, მოსკოვში დაიწერა. საიდან დადგინდა? თქვათ, თელავიდან ხელს აწერს რაღაც რაოდენობის რუსი. ამდენი რუსი თელავში არ ყოფილა საერთოდ. წყალტუბოდან ხელს აწერს თქვათ ამდენი და ამდენი რუსი. ამდენი რუსი მოსახლეობის აღწერით წყალტუბოში არ ყოფილა, მაგრამ უბრალოდ იმათ ახლა არ იცოდნენ წყალტუბოში რამდენი რუსი ცხოვრობდა. თქვათ ცხოვრობდა 200 რუსი და იქ დაწერეს 500 ხელმეწერა წყალტუბოდან. აი აქედან ეს სიყალბე გამჟღავნდა. მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ ოს სეპარატისტებთან ერთად ბრძოლა უკვე ქართული მიწის საზღვრის გეოგრაფიულ დამცველს, კავკასიონის ქედს გამოუცხადა. ქართველთა ხელით როკის უღელტეხილზე გვირაბის გაჭრის იდეამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ფარული პროცესი დააჩქარა. თავდაპირველად გვირაბის გაჭრის ორი პროექტი არსებობდა. ერთი როკის, ხოლო მეორე მამისონის უღელტეხილიდან, რომელიც რაჭის ტერიტორიაზე გამოვიდოდა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას პრობლემას არ შეუქმნიდა. როკის უღელტეხილზე რთული ბუნებრივი პირობებისა და ზვავსაშიშროების მიუხედავად, კრემლმა ოსი სეპარატისტებისა და საკუთარი აგენტურისათვის საქართველოში შავი ხვრელის გასაჭრელად თანხა არ დაიშურა. და გვირაბის მშენებლობა სწორედ როკის უღელტეხილზე ისევ და ისევ ქართველების ხელით დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე 10 წრეულებზე გათვლილი შავი ხვრელის არსებობის გამო ტყვანმართლის ძიებას არ ვაპირებთ. ჩვენ უბრალოდ ისტორიას გიყვებით. ასევე სიმართლეს ამ ისტორიის შესახებ. სიმართლე და ცოტათი საამაყო ალბათ ისიცაა, რომ თუნდაც ტოტალიტარული მმართველობის პირობებში საქართველოს კომუნისტი ცეკას მდივნებიც კი როკის უღელტეხილზე გვირაბის გაჭრას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. გვირაბის გაჭრის ისტორია კი ბევრ საიდუმლოს ინახავს, რომელზეც მომდევნო გადაცემაში გიამბობთ.